ექსპედიციამ კი განაგრძო თავისი სვლა კაცხის სვეტისაკენ, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისათვის ლამის ოცნებად იყო ქცეული. (1970) წლის 25 ოქტომბერს აქ, კაცხის სვეტის ძირში მოეწყო კაცხის სვეტზე პირველი ასვლის 25 და ალეშა ჯაფარიძის დაბადების 70 წლის თავს მიძღვნილი ზეიმი. ზეიმში მონაწილეობდნენ კაცხის სვეტზე პირველამცველები, მწერალი ლევან გოთუა და ადგილობრივი მკვიდრი, მაშინ სკოლის მოწაფე ვახტანგ ფოფხაძე. სვეტზე 44 წელში კაცხის სკოლის მოწაფე პეტრე კუპატაძეც აიყვანეს. ამ ზეიმში აგრეთვე მონაწილეობდა მთასვლელი ალექსანდრა ჯაფარიძე და მთასვლელ ჯაფარიძეთა შთამომავლები. ეს ქრონიკალური კადრებიც ერთ-ერთ მათგანს ივანე ჯაფარიძეს ეკუთვნის. ზეიმზე ლევან გოთუაც გამოვიდა, მისი სიტყვებია: ჩვენ მხცოვან ვახუშტიზე ბედნიერნი აღმოჩნდით. დიახ, ჩვენ ახლა ვუწყით, კარგად ვუწყით ხელოვნება სვეტზე ასვლისა. და როცა ჟამთა სიღრმეებს ასე უშუალოდ და თვალდახელ შეეხები, არის ამაში რაღაც გამოუთქმელად უცნაური. ადამიანის გამოუცნობის სტიქიონიდან იდუმალი გრძნობა ამოდის, აზრებსა და ფიქრებს ეუფლება და შენ გრძნობ, რომ შენზე უფრო უმჯობესი ხარ. საქართველოში კი რამდენი მიუვალი ციხე-ქვაბული, ქვაქალაქი თუ თავისუფლების ქვასახიზარი ჯერ კიდევ დარჩენილა ორბის ამარა. რამდენ ქვაფურცელს ჯერ კიდევ კითხვის ნიშანი უზუს. რამდენი დიდებული ნაშთი ჯერ კიდევ ელის თავის მეოცნებეთ, გაბედულ მკვლევართ. დრო კი მიდის, მიიხარჯება და ბევრი რამ იშლება, იკარგება დაუბრუნებლივ. ამჯერადაც კაცხის სახელწოდების ექსპედიცია დაბანაკდა საოცარი სვეტის ძირში და ჩვეულებრივი სიჯიუტით არ იყო თანხმობა ვახუშტის სიტყვებთან: ვერღარა ავალს კაცი, არც აუწყიან ხელოვნება ასვლისა. კაცხის ექსპედიციამ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. მასში მონაწილეობდა გეოლოგი ივანე ჯაფარიძე. კაცხის სვეტის მხილველს ბუნებრივად უჩნდება მისი გეოლოგიური წარმოქმნის საიდუმლოების გაგების სურვილიც. სადაც ვიმყოფებით ჩვენ, აი ვხედავთ, რომ ეს არის კირქვული მასივი. საერთოდ ეს არის ცარცული ასაკის კირქვული მასივი და მოგეხსენებათ, ძირითადად კირქვებთან არის დაკავშირებული საერთოდ კარსტული ზოლები. აქ ვატყობთ ჩვენ ჩანს კიდევაც, რომ ეს არის ძველი მდინარის ნახევარი. როგორც ჩანს, ადრე მდინარე კაცხურა გადიოდა სწორედ აი ასე. ბუნებრივია, თავიდანვე კაცხის სვეტი შეერთებული იყო აი მასივთან, რასაც ახლა პირდაპირ უყურებთ ჩვენ. მდინარემ